მინებართვით დავიწყებ თქვენთან საუბარს ბოლო ამბებით, რომელიც ჯუშენის დისტროფიით დაავადებულ ბავშვებს ეხება, საკმაოდ ისეთი პოზიტიური განწყობით გამოვიდნენ მშობლები, თქვენს რომ ბევრი შეკითხვა იყო დასმული და უკვე აქვთ მოლოდინი, რომ აი შემდეგი შეხვედრა შეეხება კონკრეტულად კომუნიკაციას ფარმაცევტულ კომპანიებთან და შესაბამისად წამლის მოწოდების თუ ჩამოტანის შესაძლებლობებს. შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ მართლაც აი ეს ყინული, რომელიც იყო აღმართული ხელისუფლებასა და ამ ბავშვების მშობლებს შორის, ხო, 40 დღეზე მეტია ისინი უწყვეტ პროტესტს მართავენ მთავრობის ადმინისტრაციის წინ და მხოლოდ ახლა მოხერხდა მათი უშუალო შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან. ეს ყინული რაღაცნაირად დაიძრა და შეიძლება რაღაცა პოზიტიური შედეგების მოლოდინიც ვიქონიოთ. სამწუხაროა, რომ ესოდენ დიდი დრო დაშირდა ხელისუფლებას უშუალო შეხვედრისათვის. ეს ძალიან ისეთი სამწუხარო გარემოება არის, მაგრამ კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა, რაც შეეხება იმას, თუ რამდენად განწყობილი არის საქართველოს ხელისუფლება რეალურად საკითხის გადაწყვეტაზე, თქვენ ზეგინდელი შეხვედრა ახსენეთ, ალბათ მეტი გვეწოდინება. მე არავითარ შემთხვევაში არ მინდა ახლა ბრალი დავწამო, რომ ცილი დავწამო, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო პიარული და ასე შემდეგ. მე მინდა ვირწმუნო, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ უკვე არის ნიადაგის შემზადება კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად. ამიტომ კარგი არის, რომ მშობელთა განწყობა არის ისეთი, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ და მოდით აი ამ ეპიზოდში პრემიერ კობახიძეს შევუქოთ ეს ნაბიჯი, რომელიც დღეს მან გადადგა. იმედი არის, გამყარებული იქნება ზეგინდელი შეხვედრით. სხვა შორის აი კობახიძეს შექებას რაც შეეხება, განხილვის საგანია კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც 4 ოქტომბრის საქმის ფიგურანტებს უკავშირდება, როგორც ვიცით, 7 ადამიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დღეს კობახიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ამ თემაზე და თქვა, რომ მოხარულები ვართ, რომ კონკრეტულმა პატიმრებმა ჩვენი წინადადება მიიღეს, კარგი იქნება თუ სხვებიც მიბაძავენ, შეგვიძლია გავცეთ პირობაო და კიდევ ერთხელ აყალიბებს ის ამ პირობას მიმართვა, აღიარება და სინანული ამ შემთხვევაში ხელისუფლებას შესაბამისი რეაგირება ექნება. აი ჯუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვების მშობლებთან შეხვედრა და საკმაოდ პოზიტიური გამოხმარება, იმიტომ რომ ჯანდაცვის მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და გვახსოვს რა შედეგით დასრულდა, საკმაოდ ყვახე განცხადებები ჰქონდა სარჯველაძესაც და უკმაყოფილო მშობლების განწყობაც ძალიან კარგად გვახსოვს, ხომ? ეს მეორე ამბავი საპროცესო შეთანხმების თაობაზე ცალკე რაღაცა ფრაგმენტებად უნდა განვიხილოთ თუ შესაძლებელია ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება რაღაც უფრო პოზიტიურ ტალღაზე გადაინაცვლოს. აბატიეთ, საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ხო? გაფორმდა, როგორც ვიცით, რამდენიმესთან გაფორმდა, 7 პირზე არის საუბარი. და კითხვა ანუ ეს შემთხვევები უნდა განვიხილოთ როგორც ცალკეული შემთხვევა თუ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ რაღაცა უფრო კომპრომისი დავარქვათ ამას. დიახ. პოზიტიური ნაბიჯი დავარქვათ. დიახ, კაბდონემა მაქვს სურვილი ვთქვა, რომ ეს ხომარჯდება რაღაც ხელწერის შეცვლაში, თუმცა ალბათ ჯერ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაჩქარები არის. შეიძლება ეს იყოს გარკვეული ტაქტიკური სვლა, თუმცა იმ კონტაქტების ბოლო დროის კონტაქტების ფონზე, რაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან წარმოებს და ევროპელებთან, ამერიკელებთან პირველ რიგში, ეს ხომ არ არის გარკვეულწილად ეს თქვათ ეს ტაქტიკური წიაღსვლები. ვიმეორებ ერთის მხრივ ჩვენ მაქვს გულწრფელად სურვილი ადამიანურად რომ ასე წავიკითხო, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეორე რიგის მოვლენები და აბსოლუტურად განსხვავებული პროცესები, რომლებიც თავისი სიმძიმით ჩრდილავენ იმას, რაც და ჩვენ ახლა ვსაუბრობთ. ამიტომ აი ჩვენ თუ შევუპირისპირებთ აი ამ კონკრეტულ ფრაგმენტებს და იმ ზოგად ფონს, რომელიც გრძელდება, მძიმდება და კიდევ უფრო მეტად ტოქსიკური ხდება, რა თქმა უნდა, ამ შეფარდების ფონზე ასეთი დასკვნის გაკეთება ჯერ ვფიქრობ არასაკმარისია იმისთვის, ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება მისხდა საკუთარ შეცდომებს და ამ შეცდომების გამოსწორებას ცდილობს. მე ვთვლი, რომ ეს ორი ეპიზოდი, რაც ჩვენ ვახსენეთ, ჯერ არასაკმარისი საფუძველი არის, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ რაღაც შემოbrunება საშინაო პოლიტიკაში მიდგომაში ადგილი აქვს. ხო, რაც შეეხება ამერიკელების განცხადებებს, ახლა ეს არ გვიკვირს, ხშირად ხდება ხოლმე, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნათქვამი ყველას ისე ესმის, როგორც უნდა რომ გაიგოს, ხო?
არ ვიცი ზოგს საკითხულიდან შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს. ხედავთ აგერ საჯარო დისკუსიებში ერთმანეთს ინგლისურის ცოდნასაც უწუნებენ, მაგრამ არ ვიცი საიდანაც არ უნდა შემოადრიალო თუნდაც ამერიკის საელჩოს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით აქედანაც და იქიდანაც იკითხება რომ პასუხისმგებლობის წილი დიდწილად მოდის ხელისუფლებაზე, რომელსაც შეუძლია გარდატეხა შეიტანოს ამ პროცესში, მაგრამ ოპოზიცია მათ უნდა იფიქროს, რომ მარტივად ჩემი სიტყვებით ვამბობ, როგორც მე გავიგე და მეც მაქვს ალბათ უფლება ჩემებურად გავიგო ეს განცხადება, ოპოზიცია მათ უნდა უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და იყოს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების გამტარებელი. სადაც არ იქნება ეს, არ ვიცი, საკანონმდებლო ორგანო იქნება, ქუჩა იქნება თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ტრიბუნა. თქვენ როგორ გაიგეთ, რა უნდათ ამერიკელებს ჩვენგან, რა სითხოვენ? პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ თვითონ განცხადება არის ძალიან თავისებური წყობის კუთხით. განცხადებების ინტერპრეტაციის რამდენიმე მეთოდი არის სიტყვასიტყვითი, კონტექსტუალური, ისტორიული და ასე შემდეგ. მოკლედ რო ვთქვათ, ეს იურიდიული ტექნიკის საკითხი არის მათ შორის. და ვინაიდან იურიდიულ პროფესიას ცოტა მეტი შეუძლია ვთქვათ ამ მხრივ, მე ჩემ თავზე ავიღებ გამბედაობას, შეფარდებით გამბედაობას, რომ გარკვეული შეფასება მივცე. პირველ რიგში ეს განცხადება სხვა არაფერი არ არის თუ არა თანამედროვე საგარეო პოლიტიკას შეერთებული შტატების, რომელიც მკვეთრად ორიენტირებული არის საკუთარ საჭიროებებზე და ინტერესებზე და განცხადება ამაზე პირდაპირ საუბრობს. განცხადებაში პირდაპირ არის ამაზე საუბარი. ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი, რა თქმა უნდა, არის გარკვეული საკითხები, რომლებიც შეიძლება ინტერპრეტაციის საგანი იყოს. აი ეს მაგალითად შესაძლო თანხმედრა ინტერესებში და სხვა შორის თანხმედრა ინტერესებში ორჯერ არის ნახსენები. ერთ შემთხვევაში შესაძლო თანხმედრა და მეორე თანხმედრა. ეხლა რომელი უფრო უპირატესი არის შესაძლო თუ უკვე შემდგარი თანხმედრა, ეს ინტერპრეტაციის საკითხი არის და არ მინდა ეხლა ეს ჩვენი საუბარი სემინარში და ვორქშოპში გადავიდეს. ასევე საუბარი არის სუვერენულ უფლებებზე. სიტყვა სუვერენიტეტიც ხშირად ჩვენთვის ცოტა ისე თქვით ისე ავის მომასწავებელი არის, მაგრამ მე რო შეგიკრათ საუბარი და მთლიანობაში ჩვენ შევაფასოთ განცხადება, კი საუბარი არის საჭიროებებზე, კი საუბარი არის ინტერესებზე, მაგრამ როდესაც ერთ-ერთ წინაპირობად დასახელებული არის პოლიტიკური სტაბილურობა და გარემოს გაუმჯობესება, მე ვეთანხმები თქვენს საკითხვას, რომ ამ შემთხვევაში ძირითადი ტვირთი პასუხისმგებლობის არის ხელისუფლებაზე. რა თქმა უნდა, საუბარი არის ოპოზიციის მონაწილეობაზე პროცესებში, მაგრამ განცხადების ყურადღებით საკითხვის შემთხვევაში ასეთ ჩართულობას, ასეთ მონაწილეობას წინაპირობად უძღვის პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება. პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება შეიძლება ხდებოდეს მხოლოდ ხელისუფლების მხრიდან.